სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ადამიანის გული იმ ქვეყანად იწოდება წმინდა წერილში, რომელიც არის უნარის მქონე დაიტიოს ღვთის სიტყვა, როგორც ნიადაგმა თესლი და აღმოცენდეს უამრავი ნაყოფი. ნაყოფი, რომელსაც ძალუც ჩვენი შვილ ღვთისად გახდომა, სასופველში ჩვენი დამკვიდრება, გონება მიუწვდომელი სიცოცხლის მონიჭება, რომელიც უკვე ამ სოფელში, ამ სამყაროში იწყება. ასევე ჩვენი გული არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაიტიოს ღვთაებრივი ცეცხლი და ეს ცეცხლი იმგვარად უნდა გიზგიზებდეს, რომ ჩვენ გვამყოფებდეს მუდმივად უანგარო სიყვარულში ღვთის მიმართ. ჩვენ ვართ შესაძლებლობა ღმერთივით ცხოვრებისა, მადლით ღმერთობისა. შესაძლებლობა. და ეს შესაძლებლობა, რომ იმად გადაიქცეს, რაც ჩანაფიქრიც ღმერთს თითოეული ჩვენგანის მიმართ აქვს, ამისათვის საჭიროა ღმერთთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ჩვენის ქვეყანა ვართ და ანუ ის მიწა ვართ, რომელსაც გააჩნია თავისუფლება, გააჩნია მოაზროვნეობა, გააჩნია ნებელობა და რომელსაც შეუძლია თქვას კი, უთხრას დიახ ღმერთს და შეუძლია უთხრას არა. ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული ასე ამბობს: მიწა მასზე ხშირ-ხშირად დადენილ წვიმას რო ისრუტავს და მიწის მუშაკთათვის სარგო ნათეს აღმოაცენებს, როგორ ხდება ეს? ღვთისაგან იღებს კურთხევას. ანუ თუ ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა გულმა, როგორც ქვეყანამ ნაყოფი აღმოაცენოს, ამისათვის მასში დათესილ თესლთან ერთად, რომელიც არის ღვთის მადლი, ცეცხლი, სიტყვა, იგი მადლსაც სიტყვა, ეს მადლის წვიმის, როგორც წვიმა, როგორც წყალი, როგორც მადლის სიმბოლო, ისე დაედინება ჩვენს გულზე უხვად. და თუ ის ისრუტავს ამ მადლს, ესე იგი მას ღვთისაგან აღებული აქვს კურთხევა. რა თქმა უნდა, უფალმა იცის ჩვენი გული როგორ უუნაროა, გაქვავებულია მადლის მიღების. აი, გამომხმარი მიწაროა გვალვისგან. შეუძლებელია იქ რაიმე დათესო. მას თუ არ დიდი ხნის განმავლობაში თუ არ დაამუშავებ. ასევეა ჩვენი გული და უფალი ხედავს ჩვენს ამ მდგომარეობას. ჩვენი გული გაქვავებულია. მას უჭირს ღვთის სიტყვის მიღება, მადლის დატევნა. ჩვენ საკუთარ თავიდან გამომდინარე განა არ ვიცით ეს, განა არ ვიცით, რომ რა გული შემძვრელ სიტყვებს ვისმენთ სახარების კითხვის დროს, ლოცვის ტექსტების კითხვის დროს, ლიტურგიკული ტექსტების სმენის დროს, ზიარების დროს, ეს ყველაფერი გულის შემძვრელია. თავად გახსენება იმისა, რომ ღმერთი ჩემთვის მოვიდა და მოკვდა, რამდენს ნიშნავს და რა რეაგირება აქვს ჩვენს გულს. ჩვენი გულის რეაგირება მეტნაკლებად ჩვენთვის ხომ ნაცნობია. ჩვენ ხო გამოგვიცდია რაღაცა მიწიერი რო გაგხვარებია, მიწიერი წარმატება, გული როგორ სიხარულით განიცდის ამას. განა ჩვენ ესე განგვიცდია ღმერთი? ან რაიმე ტკივილი რომ არის ამ სამყაროში და განგვიცდია პირადი, განა ესე განგვიცდია ქრისტეს ჯვარცმა ჩვენ? და ღმერთმა ეს ძალიან კარგად იცის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის არ გვანებებს თავს, ვიდრემდე ზეცად არ აგვიყვანს, როგორც წმინდა წერილში წერია და მუდამ ზრუნავს ის ჩვენზე. და ხშირად ზრუნავს ისეთი რამითაც, რაც გარეგნულად ადამიანური საზომით ტკივილსაც უკავშირდება. მაგალითად ახლა მთელ ერზე ზრუნავს უფალი ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება. ამას ყველა ხედავს, ამას ყველა გზრუნობს. მათ შორის ურწმუნოც, სხვა რელიგიის წარმომადგენელიც, როგორ ზრუნავს ერზე ღმერთი ჩვენი ეკლესიის მამამთავრის, ერის მამის გარდაცვალება.
მთელი ცხოვრება ხო სვერპლად შეწირა საკუთარი თავი ეკლესიას და ერს და ბოლო წლები უკიდურესად დაუძლურებული, ვისაც ალბათ გინახავთ ტელევიზორში, ინტერნეტში, უკიდურესად დაუძლურებული, რომელ უძლურებასაც ტანჯვას, ხორციელ ტანჯვას კიდევ უფრო აძლიერებდა ის, რომ მას ჰქონდა აბსოლუტურად საღი გონება. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ხედავდით მას ასე ამგვარად აუძლურებელს, სულ უცხოს, ვიღაცა გადამთიელი რო ნახოს, საერთოდ მართლა მტერი რო ნახო, ამგვარად დაუძლურებული, იმას შეიბრალებდა. ჩვენ მაინც არ ვაკლებდით ცილისწამებას, შეურაცხყოფას, ათასგვარ სიბინძურეს, ბრძოლას, ომს, მაინც არ ვაკლებდით და სამწუხაროდ ძალიან ცოტა მე იმედი მაქვს, მცირედია ეს ნაწილი, მაგრამ ახლაც ვაგრძელებთ. ოღონ ვერაგულად და მზაკრულად დახვეწილად, რომ ხალხის რისხვა არ დაგვატყდეს, იროდის რომ არ უნდა იონ ნათლისმცემლის დარსდაჭერა უნდა და არც მოკვდინება. რატო? იმიტომ რომ ხალხის რისხვის ეშინოდა. როგორც ფარისევლებს ასევე არ უნდათ იონ ნათლისმცემლზე ეთქვათ, რომ არ იყო ზეცისგან კაცო, არ იყო, ღმერთისგან არ იყო, იმიტომ რომ ეშინოდათ ხალხის რისხვის, ახლაც ასეა ზუსტად. მაგრამ მაინც ახერხებენ ამას. ეხლაც, დღესაც, ამ წუთაცაც ეს ხდება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ საშნელი, თქვათ, მოვლენებისა, თქვათ და ფაქტებისა, უпростоრად ის რაც მოხდა, არის გახდა ჩვენთვის შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენი გული დარბილებული იყო და საღვთო კურთხევა განეცადა და საღვთო მადლი მიეღო. ეს წვიმას შეესრუტა საღვთო მადლი და საღვთის კურთხევა გაეცნობიერებინა. როგორ მოხდა ეს? ეს მოხდა მათ შორის იმითაც, რომ იგი ამ ბოლო პერიოდში დაუძლურებული იყო და შესაძლებლობა მიეცათ მის მლანძღველებს და მაგინებელს შებრალებოდათ მოხუციერის მამა და დაუძლურებული და პირზე ლაგამი ამოედოთ. ანუ მოგვცა შესაძლებლობა ღმერთმა მისი უძლურობით, რომ კიდევ ერთხელ გადაგვეხედა ჩვენი დამოკიდებულება, როგორი უნდა იყოს ერის მამისადმი. ვინ როგორ გადავხედეთ, ეს ღმერთმა იცის, უფალი გაამგჯის. მე ვამბობ, ზოგადად ესე უნდა მომხდარიყო და მე ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამდენი ხანი ვხედავდით უძლურებაში მყოფ ჩვენ ერის მამას, იყო სწორედ ეს, რომ ვისაც ჰქონდა სიძულვილით აღსავსე გული, მისი გული დარბილებული იყო და სინანულში მოსულიყო, ხოლო ვისაც აკლდა მის მიმართ შვილებრივი დამოკიდებულება, ეს შვილებრივი დამოკიდებულება მეტად გაცოცხლებულიყო, ხედავდნენ რა ერისათვის დამაშვრალ ერის მამას. ვინც შეძლო აქეთკენ ნაბიჯის გადადგმა, რასაც მე ვამბობ, რა თქმა უნდა ის ღვთის კურთხევას იღებდა, მიიღებს, მაგრამ სამწუხაროდ მრავალი მათგანი კვლავ დღესაც გაჯიუტებულია, როგორც გითხარით, ამას ეხმიანება პავლე მოციქულის შემდეგი სიტყვები, ხოლო ნარეკვლის აღმომაცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი. არ ამბობს ბოლომდე დაწყევლილი, კიდე შესაძლებლობას უტოვებს სინანულისა, ლამის დაწყევლილი. რომლის ბოლოს თუ დაწყევლილად დარჩა, იქნება დაწვა, ანუ ჯოჯოხეთი. ნარეკალი სიმბოლოა სიძულვილისა და რაში ვლინდება სიძულვილი უპირველეს ყოვლისა ჩვენ სიტყვაში და ნახეთ რა საოცარია. ადრე რამდენიმე ათეული წლის, 20 წლის წინ მაგალითად, 15 წლის წინ, ეს დაახლოებით ეს 20. შეიძლება უფრო აქეთაც, არ ვიცი, ხა ისე სწრაფად ვითარდება ეს სამყარო, რომ ადამიანების გულის ზრახვების გამოაშკარავება არ ხდებოდა. ლუსტრაცია არ ხდებოდა. ადამიანის გულში რა არის, ვინ იცის? დღეს უბრალოდ მის სოციალურ ქსელში თუ შეხვალ, ეგრევე გაშიფრულია ყველა ადამიანი. ადამიანს აღარ ჭირდება ეშმაკი, რაღაცა განსაცდელი, რაღაცა დაკითხვა მოუწყო, გესმი, უკვე საშინელ სამჯაროზე ვართ ყველანი. ჩვენი ყველა, ვისაც ეს სოციალური ქსელები აქვს, მათი გულის ლუსტრაცია მომხდარია. უცნაური რაღაც ხდება. ადამიანებმა საერთოდ ეშმაკის ეთყობა ეხმარება, სირცხვილი დაკარგეს, თლიანად გააშიშვლდეს თავის შინაგანი სამყარო, რომელიც გაცილებით უფრო სამარცხვინოა, ვიდრე გაშიშვლო და ფიზიკურად შიშველმა ირბინო. ის კიდე არ არის სამარცხვინო, ვიდრე ეს რაც ჩვენ გულში დევს და ხო ის საოცრება, ადამიანებს არაფრის აღარ არცხვენიათ. გული გააშიშვლეს და ყველაფერს აკაკუნებენ კლავიშებზე. დღეს
ძალიან კარგად ჩანს სამწუხაროდ ვისშია ეს ნარეკალი აღმოცენებული და თან როგორ არის ისე კი არ არის რომ შენი გულის ზრახვა გაამჟღავნე და აღმოჩნდა რაღაც იქ არა ჯანსაღი რამდენ არა ჯანსაღს აღმოიძახებ შენი გულიდან ის უფრო მეტად მრავლდება უფრო მეტად და მეტად დასაყრდენი ხდება დემონური ახალ-ახალი დემონური ძალების ამიტომ ყოველი უქმის სიტყვისათვის განიზიობია უფალმა თქვა და ყოველი უკეთური სიძულვით უსამართლობით ცილისწამებით აღმოშობილი სიტყვა გულიდან კიდევ უფრო მეტად და მეტად აბოროტებს ადამიანს და უფრო მეტად და მეტად ღვარძლიანს ხდის მის გულს. აი ეს ხდება. ამიტომ თუ ეს რაღაცა არ ვიცი რა უნდა მოხდეს რომ ეს ფანტაზიაა ხო ეს უცებ რო სოციალურ ქსელებში ადამიანებმა ერთმანეთისადმი სიყვარულის გამოვლინება დაიწყონ. არავის არ გჯერა ახლა ამისი. თუმცა თეორიულად როგორ არ არის შესაძლებელი? შესაძლებელია ეს. მაგრამ პავლე მოციქული მერე იმედიანი სიტყვებით აგზელებს მაინც, თუმცა თქვენ საყვარელნო მიუხედავად ამ სიტყვებისა, რასაც მე თქვენ გეუნებითო, წარეს. გვწამსო, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილი. მაინც იმედს იტოვებს. ეხლა დღეს რაც ხდება? ასეთ რამე ხო არავის არ გვინახავს, რომ ადამიანი გარდაიცვალა და ამ მისმა გარდაცვალებამ მთელი საქართველოს შეკრა ერთი კაცი სადმის სიყვარულში და ეს ერთი კაცი ხო უბრალო კაცი არ იყო, ის იყო ქრისტეს მსახური. ანუ რატო უყვართ ის ადამიანებს? ვერაფრით ვერ მოახერხებ, რომ კათოლიკოს პატრიარქის პიროვნება გაყო მისი ქრისტეს მსახურებისგან. ანუ ქრისტეს მსახური უყვართ, თურმე ერს ქრისტეს მსახური ყვარებია. ეს ხომ არის იმედი იმისა, რომ ჩვენ ერს პოტენციაში მაინც ქრისტე უყვარს. აქედან გამომდინარე პავლე მოციქულის ეს სიტყვები ხო ძალიან რაღაც კარგად ერგება დღევანდელ სიტუაციას, აი პავლე მოციქული ჯერ წარეს გვეუბნება და მერე შეგხვიდა და საყვარელნო მერე გვეუბნება პავლე მოციქული, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენში ბევრ ცუცს ხედავთ, აი ნარეკალსას და საშნელება მოველის ვინც ამ ყოველივეს გულში ატარებს, მიუხედავად ამისა მე მწამს პავლე მოციქული გვეუბნება, რომ უკეთესები ხართ, ვიდრე აი ეს ასე ავლენდით თავს და ეს გამოჩნდა ახლა. უკეთესები რო ხარ და ხსნად მიწევნილი, ანუ ბევრი არ გიკლიათ, რომ გადარჩეთ. ამისათვის რა არის საჭირო? ის ერთობა, რომელიც დღეს არის, რომელიც ქრისტეს მიერი ერთობაა, თითქმის, იმიტომ რომ ქრისტეს ერთგული მსახურის მიმართ არის გამოვლენილი, აი ამ მიმართულებით რო გააგრძელოთ, ამგვარად რო დარჩეთ, ამას რო ეცადოთ, თქვენ თითქმის ხსნას მიწევნილნი ხართ. რადგან ღმერთი უსამართლო როდია, ანუ ღმერთი ხედავს ამას პავლე მოციქული აგზელებს, ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა რისი? სიყვარულისა. ყველაფერს თავი დაანებო საათობით განან ადამიანები. გესმით? თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისთვის, ქრისტეს სახურის მიმართ კეთდება ეს, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდად და თუ ამ შემთხვევაში მხოლობით რიცხვში მოვიტანთ წმიდას. ანუ პატრიარქისადმი მსახურება, რომელიც ეს სიყვარულშია გამოვლენილი, ეს არის ის, რომელსაც ღმერთი არ ივიწყებს, იმიტომ რომ ღმერთი არ არის უსამართლო და ეს უშედეგოდ არ ჩაივლის, ანუ კეთილი შედეგი ექნება ამას პავლე მოციქულს. ამის იმედი აქვს, როცა ჩვენ დღეს ზეციდან გვიყურებს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პატრიარქის პიროვნება, აი საოცარ რაღაცებს ვაწყდებით, ხო? სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ხა ჩემზე უკეთ თქვენიც. აი წარმოიდგინეთ, თვით ათეისტებიც კი, აგნოსტიკოსები, ათეისტები თუ გონიერები არიან და სინდისერები ფიქრობენ. ვინც ახლა მიდის და ვისაც პატრიარქი უყვარდა. ეგეთები ადამიანები იყვნენ ათეისტები და ბევრი მოაქცია პატრიარქმა, ხო ესეთი. ფიქრობდნენ გონიერები, რომ ეს კაცი რომ ესე მიზიდავს, ეს კაცი რომ ასეთია, ეს კაცი ისეთი რომ არის, რომელიც არსად არ მინახავს. და ასეთი კაცი, რომელიც არსად არ მინახავს, არის ქრისტეს სახური. ეგება ქრისტე მართლა ღმერთია, ჰა? აბა რანაირად არის ეს კაცი ყველაზე კარგი, ვინც კი მე მინახავს. რატომ არის ამ კაცს რომ სამშობლო უყვარს, ისე არავის არ უყვარს. ამ კაცს რომ პატიება შეუულია, ისე არავის არ შეუულია. აი ეს კაცი რომ ესე თავდაბლობას ავლენს, ესე არსად არ მინახავს ამგვარი თავდაბლობა. და ასე შემდეგ ვერც კი ჩამოთვლი, ხო რაღაც ეს არის. ვისაც განუცდია, ვინც ერთხელ მაინც შესულა მასთან,
მან იცის როგორ ესეთი გამოდის რა ბედნიერი. მტრები ეს ჩემი თვალით მინახავ. მტრები შესულან იდეოლოგიური მტრები და ბედნიერები გამოსულან, ოღონდ დამარცხებულები და ბედნიერები. რა თქმა უნდა ძალიან თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ოღონდ ესენი ძირითადად არიან ქართველები. უცხოელები არა. თითზე ჩამოსათვლელი რა ადამიანები, ქართველები, რომლებმაც ქრისტერო ძულდათ აი ამგვარი სიძულვილით შეიძულეს პატრიარქი. აი ქრისტესო უტყავდნენ და ცემდნენ და აფურთხებდნენ, აი ეგეთი ადამიანები ცოტანი არიან, მადლობა ღმერთს. და აი ათეისტები, აგნოსტიკოსები, შეიძლება შესაძლებლობა ეძლებათ მათ დაინახონ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ეს ადამიანი, რომლის გავსი არ უნახავთ აღთვალებულები არიან, ეს ადამიანი არის მართლმადიდებელი ეკლესიის, ესე იგი, მართველი და მთავარი სასულიერო პირი. ესია. ასევე სხვა რელიგიის წარმომადგენლები, ანუ მორწმუნეები, სხვა რელიგიის წარმომადგენლები, სექტების წარმომადგენლები, სხვა დენომინაციები. სად არის მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება? სად ჩანს? მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა, ჩანს დოგმატებში, რა თქმა უნდა, ჩანს მის ისტორიულ მემკვიდრეობაში, ეკლესიაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება ჩანს მის წმინდანებში და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ დღეს, რომ შეხედეთ ვინც ისეთი არ არის ქრისტეს რო აფურთხებდა, ხო? შეხედეთ ამ ადამიანს. ნუ თუ ვერ ხვდებით, რომ სადაც ეს ადამიანია, იქ არის ჭეშმარიტება. იმიტომ რომ როგორ შეიძლება, რომ საღვთო მადლი არ შობდეს წმინდანებს და აგერ ბატონო შეხედეთ. წიგნებში დაწერილის არ გჯერა და აგერ შეხედეთ. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვინც ეკლესიის წიაღში ვართ და მართლმადიდებლები ვართ, ნახეთ ჩვენ ახლა უნდა ხვდებოდეთ, რომ არ არის საკმარისი იყო გარეგნულად ეკლესიური, კონდეს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, იყო ასკეტური ცხოვრების მიმდევარი, გიყვარდეს კითხვა, ზიარება, ლოცვა და ამ შემდეგ არ არის საკმარისი, აუცილებელია კიდევ ამასთან ერთად კონდეს იმგვარი სიყვარული და თავდაბლობა, როგორც ქონდა პატრიარქს. იმიტომ რომ ჩვენ დაგვანახა ახლა ღმერთმა მის საშუალებით, რომ ქრისტიანობა არის ეს. ლიტურგიაც უყვარდა, წმინდა მამების კითხვაც უყვარდა, ლოცვაც უყვარდა, მთელი ცხოვრება ქრისტეს შესწირა, გვისახავდა გზას, უფლისაკენ ზიარების შესახებ გვასწავლიდა, მოუკლებელ ლოცვის შესახებ გვასწავლიდა, სამშობლოს სიყვარულს გვასწავლიდა. ეს ერთი მხარე და მეორე მხარე, როგორ უყვარდა მას ნებისმიერი ადამიანი, ეს სიყვარული ესეთი ძლიერი იყო, რომ შეუძლებელია ეს ადამიანური ყოფილიყო თუ არა ღმერთი მასში. და აი ჩვენ გვასწავლის, რომ თუ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარება, ჩვენ მაშინ ისი სულიერი მემკვიდრები ბუნებრივია არ ვართ. პავლე მოციქული აგზელებს, რომ ქსურსო თითოეული თქვენგანი სასოების სავსებისათვის, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღმერთი არ გვიკარგავს უსამართლობას და ჩვენს მსახურებას წმიდის მიმართ, პატრიარქის მიმართ ხედავს, ჩვენ ამ ერთიანობას ხედავს, ეს ადრეს რამდენჯერმე ვთქვი, რომ ეს არის შესაძლებლობა, ეს მადლისმიერი მოქმედება, ეს მადლისმიერი მოქმედება ჩვენს ბუნებად რო იქცეს, ეს ერთობა რო შევინარჩუნო და ერთგულება ქრისტესი, მისი წმინდა ეკლესიისა და მისი იერარქიისა და ასე შემდეგ, ამისათვის კიდევ არის რაღაც საჭირო, იმიტომ რომ ეს პერიოდი გაევლის და მადლი, რომელიც გეძლევა დაუმსახურებლად, თუ შრომით არ გაამყარე, მადლი განგეშორება. ამიტომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ქსურს რომ თითოეული თქვენგანი სასოების საქმისათვის, იმედის მომცემი, იმედში მყოფობის საქმისათვის, ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას. ანუ რა მდგომარეობაშიც ახლა არის და ახლა ეს საღვთო მადლის მოქმედებით ხდება ეს ყველაფერი, ხო? და ჩვენი გული თურმე განცდელი ყოფილა საღვთო მადლის განცდის უნარი ქონია. ეს ცოტახანი პერიოდი რო გადაივლის, ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ გულმოდგინება, უნდა ჩვენი ნებელობა ჩავრთოთ და ეს უნდა შევინარჩუნოთ. აი მას ამბობს პავლე მოციქული. ქსურს რომ თითოეული თქვენგანი ინარჩუნებდეს იმავე გულმოდგინებას, რომ ეს იმედი მარადიული სიცოცხლისა და კეთილად ყოფობისა, ეს იმედი, ანუ სასოება სავსე იყოს, სრული იყოს. ამას ამბობს პავლე მოციქული. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, იმიტომ რომ ერთ-ერთი მიზეზი რაც გვამარცხებს ჩვენ, ეს ჯერჯერობით დარჩება არჩევანი კეთილი და დაგვეზარება. იმიტომ რომ ჯერჯერობით ღვთისადმი სიყვარული ჩვენში არ ანთია. ამიტომ დაგვეზარება და მაგას გვაფრთხილებს პავლე მოციქული, მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ
ბაძავდეთ მათ, ამ შემთხვევაში კვლავ ჩვენი ერის მამა პატრიარქი დაგვიდგება წინ, რწმენითა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებდნენ აღთქმათ, ანუ ის რაც ღმერთმა აგვირთქვა, ამას იმკვიდრებდნენ რწმენით და თავისი დიდსულოვნებით. აი ეს არის, ნახეთ, როგორ შეთანადება დღევანდელი საკითხავი იმას, რომელ მდგომარეობაში ჩვენ ახლა ვიმყოფებით და როგორი ნუგეშია სიტყვები ჩვენთვის, რომ პავლე მოციქული 2000 წლის წინ გვესაუბრება დღეს, აი ამ წუთში ის რაც ჩვენ გვჭირდება და რაც არის ჩვენი გასაკეთებელი, შეგვეწიოს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ზეციდან მეოხი ყოფილიყოს, რომ ყველაფერი ეს ჩვენ შევძლოთ ისე, რომ ჩვენ ცხოვრდეთ და ჩვენს შემდგომ თაობასაც მაგალითი ვუჩვენოთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.